მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი პოდკასტის 21 ეპიზოდი და დღეს ვისაუბრებთ კანონის არსზე, მის შინაარსზე, ავტორიტარული სამართლის ტენდენციაზე, რომელსაც ვხედავთ საქართველოშიც და გლობალურადაც. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების განცხადების შემდეგ, რომ ისინი აჩერებდნენ მოლაპარაკებების პროცესს ევროკავშირთან. დაიწყო უწყვეტი მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი, რომელსაც სახელმწიფო კანონის სახელით და მართლმსაჯულების ორგანოების ხელით სასტიკად გაუსწორდა სხვადასხვა ფორმით და ვხედავთ პრაქტიკულად ბოლო 1 წლის განმავლობაში სრულიად ახალ შინაარსს, რომელიც კანონმა შეიძინა ქართული ოცნების პირობებში და ძალიან საინტერესოა ის ტენდენცია, რომ ქართული ოცნება მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ძალის პოლიტიკაზეა დაფუძნებული, სრულიად მისი გავლენები არის პრინციპში ძალით განპირობებული, მაინც ცდილობს, რომ კანონის ენაში გადაიტანოს თავისი პროპაგანდა და კანონის სახელით ილაპარაკოს და იმოქმედოს. ეს არ არის მხოლოდ ქართული ოცნებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია, თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები სწორედ ამ ახალ შინაარსს არგებენ კანონს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კანონის ასეთი განმარტება, სამართლის ასეთი განმარტება და სწორედ ამიტომ დღეს გვინდა ვილაპარაკოთ იმაზე, რას ნიშნავს ზოგადად სამართალი, რას ნიშნავს კანონი, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს კანონი სამართლიანი ან უსამართლო და რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს საზოგადოებას, როდესაც სრულიად უსამართლო და არადემოკრატიული გადაწყვეტილებები აღსრულდება კანონის სახელით და ძალით ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან. დღეს ამ პოდკასტში ვილაპარაკებთ ჩვენი მოძრაობის წევრებთან ერთად, გიორგი მაისურაძე, გურამ იმნაძე იქნებიან პოდკასტის სტუმრები და სპიკერები და ალბათ საინტერესო იქნება პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ ზოგადად კანონის ცნებით. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა სამართლის ფილოსოფიის საკითხი, ხო? მთელი სამართლის სკოლები განვითარდა იმის გამო, რომ ეს სკოლები ვერ თანხმდებიან სამართლის ცნებაზე და კანონის ცნებაზე და სრულიად განსხვავებულად უყურებენ სამართლის ადგილს ჩვენს ყოველდღიურობაში და ჩვენს ცხოვრებაში. მე პირადად სამართლის იმ სკოლას მივეკუთვნები, რომელსაც არ ჯერა, რომ სამართალი არის იზოლირებული ჩვენი ყოველდღიურობისგან, ჩვენი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური სისტემებისგან და ის არის რაღაცნაირად ნეიტრალური საზღვრელი ჩვენი ცხოვრების, ხო? ამიტომ მე პირადად დასაწყისშივე რაღაცნაირად ალბათ ამ განმარტებას გავაკეთებდი, რომ ჩემთვის პირადად კანონი ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში და განსაკუთრებით დღეს არის ინსტრუმენტი იმის ხელში, ვისაც აქვს ძალაუფლება და მეტად თუ ნაკლებად ყოველთვის არსებობს კრიტიკა კანონის უზენაესობის ცნების მიმართ და ეს კრიტიკა რა თქმა უნდა კიდევ უფრო ძლიერდება მაშინ, როდესაც კანონი სრულიად შორდება მის რაღაცა სადამფუძნებლო პრინციპებს, რასაც უნდა ემყარებოდეს კანონი, რა ელემენტებსაც უნდა შეიცავდეს და ჩვენ პრინციპში ვხედავთ კანონის ნეიტრალურობის კონცეფცია, როგორ გაქრა საქართველოში და პრინციპში კანონებს იღებენ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ხო? ამიტომაც ეს რაღაცა დაშვება, რაც კანონს აქვს, რომ ის არის გენერალიზებული ქცევის მომწესრიგებელი ნორმა, ხო, რომელიც საზოგადოებაში რაღაც ჰარმონიულ თანაარსებობას უნდა აფუძნებდეს და ქმნიდეს. ფაქტობრივად ეს კონცეფცია დაყვანილია იქამდე, რომ დღეს კანონი კონკრეტული ჯგუფებისთვის მიიღება. კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ მიიღება და ამდენად გამორიცხულია ჩვენ აქ კანონის ნეიტრალურობაზე ვილაპარაკოთ. თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი სხვა კრიტიკა შეიძლება გქონდეს ზოგადად კანონის და სამართლის მიმართ და ალბათ სანამ გადავალთ უშუალოდ იმაზე, საქართველოს რეალობაში ავტორიტარიზმი როგორ იყენებს კანონს და მართლმსაჯულებას, მანამდე შეგვიძლია ცოტა ვისაუბროთ ამაზეც, ხო? ზოგადად კანონის და სამართლიანობის მიმართება როგორია, როგორი უნდა იყოს და ისტორიულადაც შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითები, როდესაც ყველაზე დიდი უსამართლობები და სისასტიკეები სწორედ კანონის სახელით ხდებოდა და აღსრულდებოდა. გიორგი, ხო არ ჩაგვერეოდი ამ დისკუსიაში? გისმენდი, გამახსენდა მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ერთ იურისტს ვაციტირებ, თუმცა სხვა პროფესიითაა ეს კაცი ცნობილი, ფრანც კაფკას. მისი პატარა ნაწერი სახელით კანონების შესახებ და ზუსტად იგივეს წერდა მართლა საუკუნის
წინ, საუკუნეზე მეტის წინ, რომ კანონების იღებს ის კლასი, რომელიც იღებს საკუთარი თავისთვის, საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებისთვის და მორგება საკუთარ თავზე. ეხლა აი დღევანდელობაში რომ გადმოვიტანოთ, ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან ძლიერ ტენდენციას, ის რაც უკავშირდება მართლა აი ტრადიციული გაგებით, როგორც ვიცნობდით ლიბერალური დემოკრატიის ძალიან მძიმე კრიზისს და ფაქტობრივად დემონტაჟის პროცესის დაწყებას და გადასვლას ავტორიტარიზმზე და ის რა თქმა უნდა ეს ავტორიტარიზმი უკვე დღევანდელი ფორმით არა უბრალოდ კანონების გაჩერება, ვთქვათ ნაცისტებმა გააჩერეს კონსტიტუცია, გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, რა რაც აძლევდა და ისიც კანონიერი ფორმით იყო გაფორმებული არა და ყველაფერი მერე უკვე მიღებული აბსოლუტურად თვითნებურად კონსტიტუციის საჭიროება დაკარგული იყო უკვე და აი დღევანდელ სამყაროში ზუსტად ესეთი ტიპის ტენდენციებია, მხოლოდ განსხვავება ის არის რომ კი არ აჩერებენ, არამედ მაქსიმალურად საკუთარ თავზე მორგება როგორც ანუ პროც და კონტრაც, ანუ ის რომ საკუთარი ძალაუფლების გაფართოება და გამტკიცება მოხდეს და მეორე მხრივ ის კანონი იყოს მიმართული მართლა კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ და ამას მიეცეს აი ამ უკანონობას, რასაც ჩადიან, მიეცეს კანონიერი სახე. აი აქ ზუსტად ამ ფონზე ჩდება მთავარი კითხვა, რომ საკმარისია კი რომელიმე გადაწყვეტილება იყოს კანონიერი. თუ ამ კანონის უკან მოიაზრება სამართლიანობის იდეა. აი ჩვენ ფაქტობრივად აღმოჩნდით რეალობაში, სადაც ყველაფერი კანონიერია, მხოლოდ არ არის სამართლიანი. ანუ კანონმა გამორიცხა სამართლიანობის იდეა. როდესაც ყველაფერი არის ერთი პოლიტიკური ძალის ძალაუფლების უზომოდ გამტკიცებაზე და ფაქტობრივად ერთი ადამიანის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფის ხელისუფლების მაქსიმალურ კომფორტზე და ეს უკვე თავისთავად გულისხმობს აბსოლუტური უმრავლესობის მოსახლეობის და ქვეყნის მომავლის აწყოს ყველაფრის იგნორირებას და მათ რაღაცნაირად აი ესეთ რეზერვუარში მოქცევას, რომ ყველანაირი პროტესტის იქნება, წინააღმდეგობის, ელემენტარულად არსებობის საშუალება წაართვან. ეს საგანგებო მდგომარეობა, რაც ახსენე, მაგაზე ბევრი გვილაპარაკია ჩვენც, ერთია ფორმალურად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მეორეა პოლიტიკურად და რეალურად საგანგებო მდგომარეობა და მე მაქვს ეს განცდა, რომ თითქმის ბოლო 1 წელია ქვეყანა ცხოვრობს ამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, რაც პრინციპში ბევრ რამეს გულისხმობს, მაგრამ მთავარი გულისხმობს იმას, რომ საგანგებო მდგომარეობაში პოლიტიკა არ კეთდება, ხო? დემოკრატიული პროცესი არ არსებობს და ვისაც აქვს ძალა ის არის გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები და ამას ჩვენ ვხედავთ კანონების დონეზე პარლამენტი პრაქტიკულად ყველა ინიციატივას როგორ განიხილავს დაჩქარებული წესით და ეს არ არის პროცესუალური საკითხი, ხო, დაჩქარებული წესით განხილვა ნიშნავს ამ კანონზე საჯარო მსჯელობის დელიბერაციის თავიდანვე გამორიცხვას და როდესაც მთელი წელი საკანონმდებლო ორგანო ამ რეჟიმში მუშაობს, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი საგანგებო მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში არსებობს. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ქართულმა ოცნებამაც გამოიყენა, როდესაც გახსოვთ ალბათ თბილისი მოლთან დაგეგმილი დიდი აქციის წინ პრაქტიკულად პარლამენტის გარეშე მათ თავრობის გადაწყვეტილებით გააფართოვეს იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის გადაკეტვაც სისხლის სამართლის დანაშაული ხდებოდა, ხო? ესეც არის კლასიკური მაგალითი საგანგებო მდგომარეობის, როდესაც ქვეყანა არა წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებებით იმართება, არამედ იმართება აი ამ აღმასრულებელი ხელისუფლების რაღაცა ერთპიროვნული დადგენილებებით თუ გადაწყვეტილებებით. გურო, ალბათ ახლა აი გიორგი საუბრობდა იმაზე, კანონი როგორ შორდება სამართალს და სამართლიანობას და ჩვენ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი კანონის სამართლიანობის კრიტიკა გვაქვს ალბათ 10 წლეულებია საქართველოში, არასოდეს არ გქონია სამწუხაროდ რეალობა, როდესაც კანონები იწერებოდა ხალხისთვის და არა იმისთვის, ვინც ძალაუფლებაში იყო, ხო? თუმცა ალბათ მაინც აქვს რაღაც განსაკუთრებული დღევანდელ საკანონმდებლო პროცესს და დღევანდელ კანონმდებლობას და აქაც შეგვიძლია დავინახოთ ხელწერა, რომელსაც ქართული ოცნება
პრინციპში ისესხა სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან, ხო, ამიტომ ეძახით ამას ავტორიტარული ლეგალიზმი, ავტორიტარული სამართალი, როდესაც რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაციის დანაკლისის შეგრძნება აქვს და პოლიტიკური და დემოკრატიული ლეგიტიმაციის დანაკლისი აქვს რეალურად, ცდილობს მოქმედებაში მოიყვანოს კანონი, როგორც ლეგიტიმაციის ერთ-ერთი წყარო. ამაზე მე შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვილაპარაკოთ, სტრატეგიულად რა მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ავტორიტარული რეჟიმისთვის კანონის სახელით ლაპარაკს, მაგრამ ალბათ ეხლა მნიშვნელოვანი იქნება აი დაახლოებით ამაზე ვიმსჯელოთ, როგორ შეიცვალა რეალობა, როდესაც ჩვენ მხოლოდ პოლიტიზირებული ინსტიტუტები კი აღარ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პოლიტიზირებული კანონები. თუ კი აქამდე ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ მართლმსაჯულების ორგანოები შერჩევითად აღასრულებდნენ კანონებს, დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კანონები იწერება შერჩევითად კონკრეტული ადამიანების და ჯგუფების წინააღმდეგ და ეს ალბათ თვისებრივად კიდე სხვა მოცემულობა, რომელსაც განხილვა სჭირდება. ხო, მადლობა, ბევრ საინტერესო საკითხს შეეხედა, რაღაცა მართლა ამ საკითხებზე ძალიან ბევრი პერსპექტივიდან შეიძლება საუბარი. იგივე საგანგებო მდგომარეობაზე, ხო, აბსოლუტურად გეთანხმები, ბოლო 1 წელიწადში ჩვენ de facto საგანგებო მდგომარეობა შეიძლება ვთქვათ, რომ ვიმყოფებით, რაც მარტო იმაში არ გამოიხატება, რომ პირობითად კანონქვემდებარე აქტები, ან მაგალითად რაც მოხდა იგივე თბილისი მოლის შემთხვევაში, კანონით არ იყო დასჯადი რაღაც და რაღაც ბრძანების დონეზე მოწესრიგა. თვითონ კანონის ბუნება გახდა ახალი, სხვანაირი, იმიტომ რომ თუკი ნორმალურ ორდინარულ ვითარებაში პოლიტიკური დაბალანსების პირობებში კანონი არის სტაბილურობის, მართლა სამართლიანობის ერთგვარი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გარანტი, ჩვენ ეხლა ხედავთ აბსოლუტურად ამოტრიალებულ ნორმატიულ გარემოს, ხო, ბოლო 1 წელიწადში საქართველოში პოლიტიკური თამაშის, სოციალური ცხოვრების, პოლიტიკაში მონაწილეობის წესები რადიკალურად შეიცვალა რა და ეს ყველაფერი ხდება კანონების სახელით, თუმცა ისე რომ უბრალოდ კანონები აღარანაირ სამართლიანობის, არათუ სამართლიანობის, უბრალოდ სტაბილურობის გარანტიასაც არ ქმნიან, ხო? ხვალ პირობითად რა იქნება, რა ნორმატიული რეჟიმი იქნება, ხო? არავინ არ ვიცი წინასწარ ეს და მე ყოველ ორშაბათს, როგორ თქვა, ველოდები ხოლმე ესე რა, უკვე სპორტული ინტერესით, რომ ამ ორშაბათს რა ინიციატივა იქნება, ხო? რა ცვლილებები იქნება, იმიტომ რომ არანაირი სტაბილურობის მოლოდინი აღარ არსებობს და ზუსტად ერთ-ერთი მახასიათებელი საგანგებო მდგომარეობის ის არის, რომ ის მუდმივად სწრაფად ადაპტირდება, იმიტომ რომ რაღაც საგანგებო მიზეზი არსებობს ამისთვის, ხო? რაც შეეხება შენს კითხვას, ხო, ეს კანონების როგორ თქვა, მიზანმიმართულობა, ხო? მოდი რამდენიმე მაგალითიც ვთქვათ მაგისი, ხო? რომ რას გულისხმობთ ამაში, ანუ იგივე ოფშორების კანონი, რაც დაახლოებით, წელიწადზე მეტი დროის წინ მიიღო, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო ამ ტენდენციურობის, ხო, რომელიც მართლა პერსონალური თუ არა, ძალიან ვიწრო ჯგუფის ინტერესებს ემსახურება, ხო? პოლიტიკური პარტიის ინტერესებს კი არ ემსახურება, პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ელიტას ემსახურებოდა, ხო? უფრო შეღავათიანი, საგადასახადო თუ სხვა ტიპის ფინანსური ინტერესებისთვის. იგივე ისევ ბიზნესოვანი შულზე რომ წავიდეთ, რაც მოხდა იგივე ქონებრივი დანაშაულისთვის, როდესაც ადამიანები მას შემდეგ რაც ციხიდან საპატიმრო სასჯელს მოიხდიან რამდენიმე წლიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, ხო, მათ მიმართ დახმარებაც კი, ანუ ადამიანური, როგორ თქვა, სოლიდარობის დაფიქსირებაც კი გარკვეულ დანაშაულებში ბრალდებულებისთვის, კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის იკრძალება, ხო? იმიტომ რომ მათ აქვთ ვალდებულება ადამიანებისთვის ფინანსური რაღაცა ვალდებულებების შეასრულონ, ხო? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ჩვენს საჯაროებაში ყველასთვის ნაცნობი არის, ხო, იგივე შეკრების საკითხებზე, პირბადების, გზაზე დგომისთვის ადამიანების დაჭერა და ასე შემდეგ, ხო? და ეს, ცხადია, ხო, ჩვენ კანონების, როგორ თქვა, სამართლიანობაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, რამდენად უნდა იყოს და რაც ახსენე, ხო, პოზიტივისტური სამართლის სკოლა, რომ დღეს აბსოლუტურად ირელევანტური გასაგები არის და როგორ უნდა შემოვიდეს კანონის სამართლიანობა, როგორ უნდა უყუროთ ჩვენ ამას. ამაზე აუცილებლად მოვისაუბროთ, იმიტომ რომ ხშირად შესაბამისად მანდუშვებთ, რომ რაკი რაღაც საკითხი მოგვარებულია კანონით, ეს არის კანონიერი და მორჩა წერტილი ისმება აქ, ხო? არ დათხოვ, კანონი არ არის ის, რაც არის. კანონი გეუბნება რა უნდა იყოს, ქცევის სავალდებულო წესებს გვთავაზობს, რომელიც გარკვეულწილად ხო ეფუძნება რაღაცა პოლიტიკური სამართლიანობის, მათ შორის ხო ეთიკურობის ზღვრებსაც, ხო?
ამ პერსპექტივიდან ის რასაც ჩვენ ვუყურებთ, როგორ ინსტრუმენტალიზება ხდება კანონების და როგორ ხდება ყველანაირი განსხვავებული აზრის ჩახშობა, ეს ცალსახად აჩვენებს ხო რაღაც ავტორიტარულ ზრახვებს, არ მხოლოდ ავტორიტარულ ზრახვებს, კანონის ერთგვარ ფარად დაყენებას, ამაზე შენ ისაუბრე, ხო, რომ ხშირად ეს ამ ახალი თანამედროვე ავტორიტარიზმებში ყველაფერი ხდება კანონიერად, ყველაფერი არის კანონიერი, ყველაფერი არის დასაშვები კანონის საფუძველზე და ეს ერთგვარი სტრატეგია არის, რომ შეიქმნას ფორმალური ლეგიტიმაცია ქმედებების, ფორმალური ინსტრუმენტები და ჩვენ საზოგადოებამ არ უნდა დავუსვათ კითხვები ამ ქმედების, როგორ თქვა, მარცომიერებაზე, სამართლიანობაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის კანონიერი. კანონი უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ვიდრე პირობითად სამართლიანობის ცნება, ვიდრე თუნდაც მორალური პერსპექტივიდან რომ შევხედოთ საკითხს, ეთიკური პერსპექტივიდან რომ შევხედოთ საკითხს, რომ აღარ ვთქვათ პოლიტიკური თუ ისტორიული სამართლიანობის ხო ჩარჩოებს. პრინციპში ბევრჯერ ვთქვით ის რა ახასიათებს დღეს კანონს საქართველოში და როგორ შორდება სამართლიანობის ცნებას და ალბათ სწორი იქნება იმაზე ვილაპარაკოთ საერთოდაც როგორი უნდა იყოს კანონი, ხო? რა მიზანი და დანიშნულება უნდა კონდეს კანონს, მიუხედავად იმ ბევრი კრიტიკისა, რაც მაგალითად სამართლის სკოლებს აქვთ კანონის ფორმალური გაგების მიმართ. ამ პირობებშიც კი კანონს რაღაცა ტიპის ესეთი ბუნებითი დანიშნულება გააჩნია, ხო? ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ კანონზე და სამართალზე, რომელსაც მიზნად არ აქვს რაღაცა ემანსიპაცია, გათავისუფლება, მხარდაჭერა, საზოგადოების რაღაც თანასწორი ჰარმონიული სოციალური გარემოს, საარსებო გარემოს შექმნა, ხო? აი ამ შინაარსს თუ გამოვაცლით კანონს, პრინციპში ალბათ აღარც არაფერი დააკავშირებს მას სამართლის რაობასთან, ხო? რაც მთავარი უნდა იყოს კანონისთვის და კანონმდებლობისთვის. ამიტომ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ დღეს ვისთვის პრინციპში პოლიტიკურ რეჟიმზე ალბათ ყველაზე მეტს საუბრობს ის, ვინ ისჯება ქვეყანაში. ხო, თუ გინდა შეაფასო პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური რეჟიმი, ერთ-ერთი პირველი ალბათ უნდა ჩახედო იმას, ვინ ისჯება. და აი, როცა შერჩევით სამართალზე ვლაპარაკობთ და არა შერჩევით მართლმსაჯულებაზე, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალურად ჩვენ საზოგადოებაში ვინ არის კანონების სამიზნე. ვისთვის მოქმედებს დღეს საერთოდ კანონი და მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები მძიმე ძალადობრივი დანაშაულების, სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებული დანაშაულების გამო საპროცესო შეთანხმებებით ან რაღაცა თვეებში ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს, პარალელურად ვხედავთ რაღაცა 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის რამდენიმე წლით ორი ახალგაზრდა როგორ ბოლომდე იხდის იმას, ხო? ისე როგორც, რა ვიცი, მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო, მაშინ როდესაც სახისძულების დამტვრევის გამო არავინ პასუხისგებაში არ მიეცემა, ხო? აი ვისთვის მოქმედებს დღეს კანონი და საზოგადოებას რას ეუბნება პრინციპში აი სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე როცა ვლაპარაკობთ სახელმწიფოს მოწყობის ერთ-ერთი ფუნდამენტი ეს უსაფრთხოების შეგრძნებაც არის, მაგრამ ეს უსაფრთხოება მარტო ფიზიკური უსაფრთხოება არ არის, ხო? რაღაცა განჭვრეტადობაც არის, ხო? შენი ცხოვრების და შენი არსებობის განჭვრეტა და დაგეგმვა რო შეგეძლოს და აი ეს სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა პრაქტიკულად ქვეყანაში არის მთლიანად მოშლილი, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში ვისაც მტრად მონიშნავს პროპაგანდა და ქართული ოცნება შეიძლება დააწიონ კანონი და ეს ადამიანი ან აგენტად გამოაცხადონ, გამყიდველად, მოღალატედ შეუზღუდონ რაღაც დაწესებულებებში საქმიანობა, ემიგრანტებს ჩამოართვან არჩევნებში საზღვარგარეთ მონაწილეობის უფლება და ასე შემდეგ. სადაც კი ხელისუფალი ხედავს საფრთხეს და ამ საფრთხეს მონიშნავს, მაშინვე ამას დააწევს შესაბამის კანონს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, ხო? ამიტომ აი ალბათ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ საზოგადოებას რა დამოკიდებულება უნდა კონდეს ასეთი კანონის მიმართ, ხო? როცა ხედავს, რომ დღეს რეალურად კანონი არსებობს მხოლოდ ხალხისთვის და არა იმათთვის, ვინც ძალაუფლებაშია, ხო? ისინი რაღაცნაირად იმუნიტეტით სარგებლობენ მთლიანად ამ საკანონმდებლო სივრცესთან მიმართებით და ერთი საკითხი, რაც ძალიან ესეთი საინტერესო არის, ზუსტად ისაა, რომ რატომ ჭირდება პრინციპში პროპაგანდას ილაპარაკოს მაინც კანონის სახელით, როდესაც სინამდვილეში ჩვენი სახელმწიფო გასულია ყველანაირი კანონის ფარგლებიდან, ხო? აი ამაზე შეიძლება გიორგი, რა შეიძლება იყოს
ჯერ კიდევ მიზანი ქართული ოცნების, რომ მაინც რატომ ჭირდება პრინციპში კანონის ჩარჩოებში მოაქციოს ყველაფერი, თუნდაც უსამართლო კანონის ჩარჩოებში, ხო, რას აძლევს ეს? რაც მაფიქრდება მაგასთან მაგ თემაზე, მე მგონი ისე პოლიტიკური პრობლემა არის და უკავშირდება აი ამ დიდ ტრანსფორმაციებს, რომელსაც ვხედავთ, ანუ ავტორიტარიზმის აღზევებას და დღევანდელი ავტორიტარიზმი მე ისე ვეყრდნობი მთელ რიგ თეორეტიკოსებს და ანალიტიკოსებს, ვინც შემოიტანეს გაამახვილეს ყურადღება ამ თემაზე, ის არ არის მიმართული აი კანონიერი ჩარჩოების იგნორირებისკენ ან დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმალურად ინარჩუნებს და მას იყენებს აცლის შინაარს. ანუ დღეს რა რეალობასთანაც გვაქვს საქმე, ეს არის შინაარს გამოცლილი სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო, რომელიც უზურპირებული აქვს ერთ დაჯგუფებას და ქმნის მოჩვენებას, რომ ის არის სახელმწიფო, რომ მას აქვს კანონმდებლობა, აი ყველაფერი კანონიერად კეთდება, აი პარლამენტი როგორ მუშაობს, სიამდვილეში არაფერს არ მუშაობს. სიამდვილეში ეს არის ისევ და ისევ, აი რაღაცა მართლა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და აი საგანგებო მდგომარეობას, რადგან ბევრჯერ ვახსენეთ, რა შინაარსი აქვს, არა, ეს არის მთლიანად ხელისუფლების კონცენტრაცია, ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ წერტილში. და შესაბამისად მორგება ყველაფრის, ანუ აქ ქვეყნის ინტერესები, კონსტიტუცია, ძირითადი კანონი და ასე შემდეგ, შინაარს კარ, მნიშვნელობას კარ, ფუნქცია აღარ აქვს. ანუ მე უბრალოდ როგორ დაგსაჯო და როგორ გამოვიყენო ყველაფერი საჩემოდ. მეტი შინაარსი აღარ არის დარჩენილი, ხო? ანუ ფაქტობრივად ხედავთ, რომ ხელისუფლება ანგრევს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ შეგვიძლია იქ ვთქვათ, იმიტომ რომ კანონი არ შეიძლება იყოს ვიღაცა ერთ ჯგუფზე, რა ვიცი, ერთ კატეგორიაზე ადამიანების მორგებული, ხო? ახლა ესეც იურიდიული ტერმინია, რასაც ვთქვათ, დღეს მოქცევაში უწოდებთ პრივილეგიას, privius lex ნიშნავს, არა, გამონაკლის კანონს. და აი ხედავთ როგორ მტკიცდება ზუსტად აი ეს განმტკიცება მიდის აი პრივილეგირებულობის, თქვათ ყოფილ პრემიერს ახდევინებენ რაღაცა გირაოს, სახლიდან გამოაქვთ მილიონობით დოლარი და იქ ოქროული და ასე შემდეგ ზოდები. ესეც კარგი ილუსტრაცია არის. გარემოვაჭრეებს, ხო, ანუ სრული აი რაღაცა ცხოველსაც ვერ უწოდებ, ანუ რას ერჩი ცხოველს, ხო, ანუ აბსოლუტურად დეჰუმანიზებული ადამიანს ვეღარ აღიქვამს. ისევე როგორც დემონსტრანტებს ვერ აღიქვამს ადამიანად, ანუ ეს რაღაცა ნიშნული, აი მიხვიდე გადაუარო, გადათელო და ამისთვის გიმაგრებ ძურგს. ყველაფრის უფლებას გაძლევთ. რეალურად ეს არის კანონის არსის განადგურება, რასაც დღეს საკანონმდებლო ორგანო ჩადის. ხო, ლაპარაკი არა იმ დემაგოგიაზე და სიცრუეზე და ტყუილების კორიანტელზე, რომელიც უმაღლესი თანამდებობის პირებიდან მოდის. მაგრამ აი მაინც ხშირად ალბათ საზოგადოების რაღაც ნაწილში მაინც გაგვიგია ესეთი ფრაზა, ხო, ხა თუ დააშავა, თუ კანონი დაარღვია, მაშინ რა ეკნათ, ხო, უნდა მიეცათ პასუხისგებაში და აი ამ და პროპაგანდა ზუსტად ამას ცდილობს, ხო? კანონის სახელს ამისთვისაც იყენებს, რომ საზოგადოებაში პრინციპში გაანეიტრალოს წინააღმდეგობა, ან სულ ცოტა რაღაცა ემოციური დისტანცირება შეუწყოს ხელი ჩვენი საზოგადოების ამ პოლიტიკური პროცესისგან. ხო, ხა არავის არ უნდა სოლიდარული იყოს იმის მიმართ, ვინც, რა ვიცი, კანონებს არღვევს სისტემატიურად სახელმწიფოს პატივს არ სცემს და ასე შემდეგ. ამიტომ ქართული ოცნების მთელი მიზანი ახლა ის არის, რომ აი ასეთი სოლიდარობის გაქრობის, ემოციური დისტანცირების საფუძველი ამითი შექმნას, ხო? და მარტივია ახლა ისედაც, როდესაც არ არის დიდად წახალისებული, რომ იყო აქტიურად, პოლიტიკურად აქტიური და იყო ჩართული, თუ პატარა მიზეზსაც მოგცემენ, ბარემ სინდისით სუფთა გექნება, რომ ეხლა სილა თუ გააწნა, პირბადე თუ გაიკეთა და ასე შემდეგ, ნუ მაშინ დასასჯელი ყოფილა და უკვე აღარ ეძიები თვითონ ის კანონი როგორია, ხო? ეგ არის ზუსტად რა კითხოთ და ერთი რომ მართლა ეს ტენდენცია არის, ეს არ არის ქართულ, მეორე ამბავი ის არის, რომ მართლა ის რომ
თუ კი ასეთი კანონები არ იარსებებს, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ენდომება ქმედების აღკვეთა და ფაქტია, რომ ეს მათი პოლიტიკური ინტერესი ჯდება, ხო, იგივე არ ვიცი, ის გადაკეტვაზე იქნება თუ პირვადის ტარებაზე ადამიანების დასჭა, ეს მათი რაღაცნაირად ესე გამოდის, რომ არის მათი რაღაცნაირად რაციონალური პოლიტიკის ინტერესი, ხო, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ამაზე როგორც თქვა, დამკვირვებლებმა, ხო, მოსახლეობამ არ ვილაპარაკოთ როგორც სამართლიანობის პერსპექტივიდან, საჭირო არის, რომ შუალედური ფორმალური საფუძველი არსებობდეს, ხო? ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა იმაზე, რომ კანონი დაირღვა, მაშინ ხო, ამას შედეგები უნდა მოხდეს, ხო? კანონი არსებობს ასეთი მაშინ. გახსოვს ცნობილი ფრაზა, რამე კანონი დაირღვა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის ახალი პრობლემა, ხო? მთავარი არის, რომ რეჟიმის მხრიდან რაიმე კანონი არ ირღვეოდეს, თუ კი ვიღაც დაკავებული არის და პირიქით, თუ კი ვიღაცა ციხეში მიდის, ვიღაცა ისჯება, ამას გქონდეს რაიმე სამართლიანი საფუძველი. იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, ზუსტად კითხვა დავსვათ, კანონი დაირღვა თუ კანონიერად ხდება ეს და არ დავსვათ უფრო შორეული კითხვა, ხო? ის ქმედება, რომელზეც არის მიმართული იგივე პატიმრობა, ავიცი 200,000 ლარიანი ჯარიმა რო ადამიანს ეკისრება მაგალითად, ხო? ჩვენ აღარ უნდა დავსვათ კითხვა, მაგალითად გზაზე დგომისთვის 200,000 ლარიანი, 300,000 ლარიანი ჯარიმა სამართლიანი არის თუ არა, ჩვენ უნდა უბრალოდ დავსვათ კითხვა, ამ ქმედებით კანონი დაირღვა, მაშინ ესე იგი ჯარიმა სამართლიანი არის, ხო? ამიტომაც ხო ალბათ ჩემთვის ეს არის ერთადერთი ახსნა, რის გამოც ხელისუფლება რაღაცა ეს ხო უნდა დავინახოთ ზუსტად პროპაგანდასთან ერთად, პროპაგანდასთან შეტყუპებულად, ხომ? ანუ კანონები იქნება იმისთვის, რომ მე ის ასეთი ფორმით იყოს მიტანილი საზოგადოებამდე. კანონები არ იქნება ამ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვართ, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს საზოგადოების რეალური, როგორ ვთქვა, სოლიდარობა, მხარდაჭერა, ხო? ამგვარი კანონშემოქმედების მიზანი არ არის ის, რომ ლეგიტიმაცია საზოგადოებიდან, საზოგადოებრივი დაკვეთა იყოს შესრულებული. ამგვარი საკანონმდებლო, როგორ ვთქვა, საკანონმდებლო შემოქმედების მიზანი პირიქით ის არის, რაც ჩვენ ვთქვი, რომ საზოგადოებრივი კითხვები იყოს განეიტრალებული, საზოგადოებრივი კრიტიკა იყოს განეიტრალებული. ხომ? საზოგადოება, რომელიც უყურებს, რომ ქუჩაში მდგომი ადამიანი, რომელიც არაფერს არ აშავებს, ისჯება ისეთი ჯარიმით, რომლის გადახდაც არ ეკისრება აპირობითად კორუფციონერ პრემიერ-მინისტრს, ხომ? ამაზე ამგვარი კითხვები უნდა განეიტრალოს ასეთმა კანონებმა, რომელიც იტყვის, რომ ხო, დასჯადი არის ეს, დანაშაული არის და მორჩა. ამიტომ ხო, ანუ ჩემთვის ისევ შენ საბოლოო პირველი კითხვა რას დასვი, როგორი უნდა იყოს კანონი, ხო? პირველ რიგში ალბათ კანონი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, რომ ის რეალურად გამოხატავდეს საზოგადოების დაკვეთას და ამავდროულად ახერხებდეს მთლიანი საკანონმდებლო ჩარჩო, გარკვეულწილად პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაციის პრევენციას ახერხებდეს და ჩვენ ამის საპირისპიროს ხედავთ დღეს რა შევაჭამო ხომ ჩვენ ხედავთ პირიქით კანონებს რომლებიც ახშობს საზოგადოებრივ კრიტიკას, საზოგადოებრივ კითხვებს ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესის მიმართ და ამავდროულად კანონები მთლიან პოლიტიკურ ძალაუფლებას ფაქტიურად ლანგრით აწვდის ერთ პოლიტიკურ სუბიექტს თუ კერძო პირს. პრინციპში ალბათ შეგვიძლია იმასაც შევეხოთ, რომ იდეაში კანონის და კანონის უზენაესობის, ხო, რაც მე დაემატა კანონის ცნებას და შემოვიდა კანონის უზენაესობის ცნება, რომლის მიმართაც ასევე ბევრი კრიტიკა არსებობს და შეგვიძლია ამაზეც ვილაპარაკოთ. თუმცა, რაც იყო მთავარი მიზანი, რომ ამ კანონის უზენაესობას შემოეტანა პოლიტიკაში მონაწილეობის თავისუფლება, ხო, აი მთელი არსი რა არის, რომ შეგეძლოს ტექნიკურადაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დაცული იყო პოლიტიკაში მონაწილეობის დროს, ხო? დღეს კანონის სახელი გამოიყენება პოლიტიკაში არ მონაწილეობისთვის. ანუ მთელი არსი არის ის, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური სივრცე დავიწროვდეს და იყო პასიური დამკვირვებელი. კითხვებიც კი შეიძლება ზედმეტი იყოს. თქვენ მან პაპუაშვილმა რომ პარტიების ამგზალავი კანონი აი ეხა ესენია საკრძალი. მე თუ გამოჩნდება რომ კიდე რაღაცა რეალურ საფრთხეს უქმნის ქართულ ოცნებას და შეიძლება კონკურენტი გახდეს, მე იმას ავგზავნავთ. ანუ ეს აი მართლა დააწიო მარტო იმისთვის, რომ მოწილე არ მყავდეს ძალაუფლებაში. ალბათ ვინც ეხა მოგვისმენს იმათთვისაც და სხვებისთვისაც უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც აი ეს ემოციური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების ნაწილის სადამდე შეიძლება მივიდეს და როცა ვლაპარაკობთ დასჯის პოლიტიკაზე და უკვე რაღაცა აწყობილ მექანიზმზე, რომელიც მთლიანად დასჯის პოლიტიკაზეა მომართული,
რამდენად შეიძლება რომ ამას საერთოდ წერტილი კონდეს, ხო? რამდენად შესაძლებელია რომ მხოლოდ მე ვიყო მოღალატე და აგენტი და სხვა ყველა დაცული იყოს ამ იარლიყისგან, რამდენი ხანი შეიძლება მაგალითად გადაირჩინო თავი აი ამ დისტანცირებით პოლიტიკისგან, ხო? თუ და პრინციპში ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩვენი პრობლემაც, როგორ განეიტრალა რაღაცნაირად სოლიდარობის და თანაგრძნობის რაღაც ბუნებრივი შეგრძნება, რაც ადამიანს აქვს ქართული ოცნების პროპაგანდამ, ხო? როგორ თითქოს ვეღარ იწვევს ვერც ერთი ძალიან მძიმე დრამატული ფაქტი დიდ ემოციურ გამოღვიძებას ჩვენი საზოგადოების, ხო? მაგრამ ალბათ აი ესეც უნდა ავხსნათ, რომ აი ამ დასჯის პოლიტიკას არ აქვს საზღვარი. დღეს შეიძლება რაღაც არ ვიცი ჩვენ ვართ სამიზნეები და სხვები ხო ამ დასჯის პოლიტიკის, მაგრამ ჩვენ ის დროც გვახსოვს და ეხლაც არ არის შორს არაფერი იმისგან, როცა საერთოდ სხვა სოციალურ რაღაცა ყოფაში ყოფი ადამიანები, საერთოდ საზოგადოების სხვა ჯგუფების წარმომადგენლები პირდაპირ სამიზნეები ყოფილან, ხო, ამ დასჯის პოლიტიკის. პირობითად ახლა წინა პოლიტიკური რეჟიმის მთელი აი ამ ნეოლიბერალური პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი ქვაკუთხედი იყო დასჯის პოლიტიკა, ხო? იმიტომ რომ სადღაც უნდა წაგეყვანა ის ხალხი, რომლის ადგილით შენს ახალ ფორმაციაში არ აღმოჩნდა, ხო? ამ ხალხს ან უნდა უპასუხო მათ წუხილებს, ან უნდა იზოლაციაში მოაქციო და ამიტომაც ყავდა 24,000 ან ემიგრაციაში გარეკო, ხო? ამიტომ დღესაც ვხედავთ, რომ შორს არ ვართ აქედან, ხო? იქ გარემოს დაცვითი პროტესტები არის, რომელსაც ერთის მხრივ პროპაგანდა აშავებს, მეორეს მხრივ სამართლებრივ ინსტრუმენტებს იყენებენ, ემიგრანტებს უკვე ფაქტობრივად რაღა დარჩა იქამდე, რომ უთხრან, რომ არ ხართ ღირსეული მოქალაქეები, ამ ყოველს ანუ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აზრის გამოტანა, შინაარსის გამოტანა არ შეგიძლიათ და თქვენ მხოლოდ რაღაც აი ფულის მწარმოებლები უნდა იყო და გამომგზავნები და თქვენი როლი ეს უნდა იყოს, რომ აი ეკონომიკა აცოცხლო, მაგრამ პოლიტიკურად აზრი არ მოგეკითხებოდეს, ხო? ამიტომ ამას არ აქვს საზღვარი ამ ტიპის პოლიტიკას და იმას, რომ დღეს თუ დასჯა მიმართულია ერთი კონკრეტული სეგმენტის მიმართ, აუცილებლად ეს ლეგიტიმაციის კრიზისი, რომელიც ქართულ ოცნებას უდგას და განსაკუთრებით ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც საზოგადოებაში არის, აუცილებლად გამოიწვევს გაფართოვებას ამ ჯგუფის, ხო? და ალბათ აი სამართლის და დასჯის პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ზუსტად ეგ არის პოლიტიკური ლეგიტიმაციის გაქრობის პირობებში, როგორ იზრდება იმ ჯგუფების რაოდენობა, ვისაც მიემართება მხოლოდ რეპრესიული ხელი, ხო? სახელმწიფო მხოლოდ რეპრესიული სახით არსებობს ამ ადამიანებისთვის და ეგ ჩვენ ბევრჯერ გვინახავს და ეხლაც მანდ ვართ. ხო, ერთს დავამატებ, რომ ხო, ზუსტად მე მართლა არ ვიცი რამე წერტილი აქვს თუ არა ამ სადამსჯელო პოლიტიკას, მაგრამ ის რომ არათუ უბრალოდ განა, იმიტომ რომ დაჭირდება ვიღაცებს საფრთხე შეექმნება, ვიღაცები პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მოუვლენ და ამიტომ გახდებიან სამიზნეები. უბრალოდ ამგვარ რეჟიმს ყოველთვის სჭირდება ახალი მტერი, თუ რომ არ არსებობდეს ასეთი მტერი, ის უნდა იყოს გამოგონებული, რომ მუდმივად და ჩვენ ხო ისევ და ისევ ამ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც ეს სოციალური, ეკონომიკური უსამართლობები, პრობლემები გროვდება, ხო, ამ პრობლემებს სჭირდება ყოველთვის გადაფარვა, რაც სხვა საკითხებით, ხო? ახალი მოგონილი მტრის დახატვა, რომელსაც იდეალურად დაბრალდება ყველა არსებული თუ წინა ისტორიული პრობლემა, ხო? ამიტომაც ასეთი მტერი ვინ როდის აღმოჩნდება, არავინ არ იცის. ამიტომაც მეც აბსოლუტურად მაგაზე ვარ, რომ ეს კონკრეტული ძალიან დიდი შეცდომა არის, რომ ვიფიქროთ, რომ ეს სადამსჯელო პოლიტიკას ყავს ერთი კონკრეტული სამიზნე, რომელიც რაღაც ტიპის პოლიტიკურ კონკურენტუნარიანობას ექვემდებარება. არ გონია ასე. მეორე ამბავი არის დასჯის სადამსჯელო პოლიტიკის, როგორ თქვა, პოტენციალი რა და ეგ ჩემთვის კიდევ უფრო საშიშია და მე ზუსტად მაგიტომ ვახსენე ის კანონი, რომლითაც ქონებრივ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების მიმართ, შავრდებული ადამიანების მიმართ, ხომ ნებისმიერი ტიპის სოლიდარობა არის ასევე დასჯადი. ანუ დანაშაული არის მაგალითად პირობითად ვიღაც თუ კი არის და ვიღაცამ თუ კი რამდენიმე წელი მოიხადა ფინანსური დანაშაულისთვის და ასეთ ადამიანს მაგალითად ფინანსური დახმარების გაწევა, საცხოვრებლის დათმობა ასეთი ადამიანისთვის.
ასეთი ადამიანები და ეს არ ეხება მხოლოდ ერთ დამნაშავეს ესეთი კანონები, ხო, ეს ჩვენ გვეხება ყველას, ვისაც უბრალოდ ციხიდან გამოსული ადამიანის მიმართ შეიძლება როგორ დანაშაულშიც არ უნდა იყოს ის ბრალდებული, შეიძლება გქონდეს სოლიდარობა, რომ ის ცხოვრებას იწყებს არათუ ნოლიდან, მინუსებიდან და რაღაცაში გავამართო ხელი, ხო და ამ სახიფათო ზღვარს სულ რო წინ აღარ წავიდოს უკვე, აი სადამშრომლო პოლიტიკამ ჩემს უკვე მიაღწია იმ სახიფათო ზღვარს, რომელიც არ ეხება ერთ კონკრეტულ დამნაშავეს, ან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტს, ეს მთლიან საზოგადოებას ეხება. თუ საუბრობთ ჩვენ ჯანსაღ საზოგადოებაზე, რომელსაც რაღაც ტიპის სოლიდარობა უნდა ამოძრავებდეს, რაღაც ტიპის, როგორ თქვა, გაჭირვებულის დახმარების, როგორ თქვა, იმპულსი უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ. ხო, იგივე არის, რაც როცა ორგანიზაციების, ფონდების, როგორ თქვა, გაუქმება, დაყადაღება ხდება უბრალოდ იმის გამო, რომ დაჯარიმებულ ადამიანებს ისინი ეხმარებოდნენ ან სამართლებრივად, ან ჯარიმების საკრეფოში და ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღა დარჩა იქამდე, რომ პირობითად ხვალ კერძო პირებიც არ გამოაცხადონ კანონგარეშე იმისთვის, რომ მათ პირობითად 20 ლარი გადაურიცხეს ადამიანს, რომელსაც 200,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და არ ვიცი, გქონება აქვს დაყადაღებული, ბავშვს საჭმელს ვერ ყიდულობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამიტომაც სულ რომ ეს ჩვენ ვერ უპასუხოთ ამ სადამსჯელო პოლიტიკას მომავალში კიდე რა ზღვარი აქვს. დღეს უკვე ვიმყოფებით ჩვენ ძალიან საშიშ სახიფათო ზღვარზე, როცა ხო, ანუ თუ ამას ეს ნორმალიზდება, უბრალოდ რთული არის ადამიანის როგორც ღირებულების, ადამიანური ღირებულებების შენარჩუნება ამ პოლიტიკაში. გიორგი, აი ამ სამართლიანობის და სოლიდარობის, რა ვიცი, კრიზისზე როცა ვლაპარაკობ და დეფიციტზე, ჩვენს ყოველდღიურობაში, ფაქტია, რომ ჩვენ იურისტებს ახლა ბევრი არაფერი არ გვაქვს შემოსათავაზებელი, ამის შესაძლებლად პირიქით, ხო? ანუ მთელი იურისტების რესურსი მიმართულია იმისკენ, ხო, როგორ რაღაც მოუფიქროს კანონიერი სახელი უკანონობას, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ბევრი არიან იურისტები ქართულ ოცნებაში და ძირითადად ამით არიან დაკავებულები. საიდან შეიძლება რაღაცნაირად დაიწყოს აი ამ სოლიდარობის გამოღვიძების ამაზე მშენებლობის ვისა აქვს მით უმეტეს იმ ფონზე, როცა აკადემიურ სივრცეებს თავისი ძალიან დიდი პრობლემა ექნებათ მალე აი ამ განათლების რეფორმის გამო და პრინციპში ეს სივრცეც სადაც შეიძლებოდა სოლიდარობაზე ლაპარაკი, მხარდაჭერაზე, თანასწორობაზე, ხო, აი ამ სამართლიანობაზე ლაპარაკი, ეს სივრცეებიც იხურება. ალბათ აი უნდა ვიფიქროთ იმაზე, სად უნდა ვიპოვოთ ის საწყისი წერტილი, საიდანაც ჩვენი საზოგადოება რაღაცნაირად ძალას მოიკრებს, რომ მოითხოვოს სამართლიანობა, არა მარტო კანონიერება, სამართლიანობა მოითხოვოს ამ კანონებში და მათ აღსრულებაში, ხო? სადმე მაგ სინათლის წერტილს ვხედავთ, სად შეიძლება დაიწყოს, აი ეს მსჯელობა. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ არის ეს რაღაცა მანქანის შექმნა, რომელიც უკვე ესეთი საკუთარ თავს თვითონ ბადებს. აი ხა მთელი ეს საკანონმდებლო აქტები და ეს ინტენსიური ერთი მოსმენით მიღებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას საერთოდ რა ვიცი, აი სახელმწიფოსაც კი რო დაარქვა სახელი, რომ აი სახელმწიფო მუშაობს, აი ეგეც კი მიჭირს, იმიტომ რომ ძალიან გავს აი მართლა რაღაცა ნარკოკარტელებს. იქ ესკობარმა გადაწყვიტა ყველაფერი მის ნებას უნდა ექვემდებარებოდეს და ეს მთელი მისი რა ვქოთ სიკარიოები დგანან და აი როგორ 100 ამოვნონ იმას უკეთებენ, ხო? აი ჩვენც ვხედავთ, რომ ეს ჩვენი რა ვიცი თავარი დიდ ვეზირიც იურისტია და ამიტომ აი ესეთ რაღაც თავის ალბათ შემოქმედებით ზენიტში ყოფება, რომ აი მის საშუალება აქვს, რომ მთელი თავისი მე ვიტყოდი მანიაკალური ფანტაზიები გამოსახოს ესეთი კანონის ფორმა მისცეს, ხო? აი მომენტი დაუდგა, რომ მთელი შემოქმედებითი გაფურჩქვის პერიოდში ალბათ და აი იცლება. რეები აღარ მოძდით თავში, ხო? ნუ რაღაცა უკვე აბსურდს გადაბიჯებული, იმიტომ რომ აი ისევ და ისევ ეს საბოლოო ჯამში ერთი ადამიანის და რა თქმა უნდა იმ ერთი ადამიანის განშტოებები არიან ესენი. ხო, სუვერენული ფიგურები არც ერთი არ არის, ანუ არც ერთი არ წარმოადგენს რაღაც დამოუკიდებელ პიროვნებას, რომელზეც შეგიძლია თქვა, რომ აი მაგას რაღაცა ჭკუა მოეკითხება ან გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ერთხმად ალაპარაკდებიან, ხო? აი ხა ვთქვათ, ემიგრანტები ჩამოაჭრეს მათივე მონაცემებით 1.5 მილიონი ადამიანია, ხო? პარალელურად პროპაგანდა ამუშავდა, რომ ვისაც არ მოწონს, ყველა უნდა გაირეკოს აქედან, ხო? და ვინ რჩებიან? აი ეს არის ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ისინი იმდენად პათოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან თვითონვე. ეს არის ყველა ტოტალიტარული დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი, რომ რაღაცა მანქანას აი არსებობს საწყისი იმპულსი და ძალიან საინტერესო არის აი საბჭოთა კავშირის 30-იანი წლები და 37 წლის ისტორიის გამოკვლევა.
ჩვენ ძალიან ისე გამხატურულებულად წარმოგვიდგენია, რომ იქ რაღაც სტალინმა გადაწყვიტა, რომ ყველა ამ დაეხოცა. არ არის ეგრე, ანუ მას ჰქონდა თავიდან რაღაცა მოტივი კიროვი მოკლეს, დაეწყო პანიკა, რომ ეს თუ აი ამ ხელთამდობის ადამიანს კლავენ, ეს კი ჩემთან ერთი ნაბიჯი აკლიათ. ქმნის რაღაცა მანქანას, რომელიც მე ვეღარ აჩერებენ. ანუ ეჟოვის მოცილება იყო იმისთვის, რომ გაეჩერებინათ. აი ბერიას დავალება იყო, რომ მოსპე ეჟოვი, იმიტომ რომ ეს NKVD ვეღარ ჩერდება უკვე და ყველას უქმნის ირგვლივ საფრთხეს. მე უკვე იმისი ლიკვიდაციაც არ აღმოჩნდა. ფაქტობრივად საჭირო გახდა თავიდან ბოლომდე დემონტაჟი იმისა, რომ აი ეს საკუთარი თავის და ქვეყნის და ყველაფრის გამანადგურებელი მანქანა გაეჩერებინათ, არა? და დღეს ამას აკეთებენ. ამას აკეთებენ, ანუ საბოლოო მიზანი ამისი არის თვითგანადგურება, არა მარტო მათი მაკრიტიკებელი თუ არა მომხრეების განადგურება, საკუთარი მომხრეების განადგურებაც და საბოლოო ჯამში ბოლო წერტილამდე თვითგანადგურებამდე მივდივართ. აი ჩვენ რაღაცნაირად ყველაზე ცუდი რაც სამართალს შეუძლია გაუკეთოს ადამიანებს, კანონებს უფრო სწორედ, ხო? რომ ადამიანების გადაგვარება მიდის, მენტალური გადაგვარება, სად გავაჩინოთ ის საწყისი წერტილი დავინახოთ, საიდანაც რაღაც ახლის დაწყება შეიძლება, მე მგონი ისეთი გეზი აქვს და ინერცია აღებული, რომ აქ ჩვენ ვერაფერს ვერ დავიჭერთ. ანუ ეს მთლიანად უნდა ჩამოიშალოს, ალბათ, აი რანაირად ახლა კონკრეტული ლაპარაკი ალბათ შეუძლებელი იქნება, რომ რაღაცა მოვიფიქროთ, აი ამ წერტილიდან შეიძლება ერთადერთი ის არის, რომ აი მართლა მუდამ არსებობდეს არ იმ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევენ. რა ფორმითაც არ უნდა იყოს. სტალინთან ახერხებდნენ ამას, გულაგში მოხვედრილი ადამიანებიც კი, ხო? აი რაღაცა ეს სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ალბათ ეს სწორი მეტაფორა იქნება. ხო, მეც პრინციპში აი წინა კითხვა რო დავსვი, სადა აქვს ამ მანქანას გაჩერება თუ უწერია და ახლობით ნაგულისხმევა ზუსტად ამას ვამბობდი, რომ პრინციპში მეც არ მგონია, რომ ამის შეჩერება თვითონაც კი ალბათ, არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია. თვითონ რო ჩავარდებიან და გამოვლენ იქიდან გატარებულები, აი ეგ იქნება მათი ბოლო. თუმცა მაინც როცა ვფიქრობთ გამოსავალზე, ალბათ და ეს ისტორიული მაგალითებიც გვეხმარება იმის გახსენებაში, რომ რაღაცა ყველაზე სასტიკ ძალადობრივ რეჟიმებსაც კი რაღაც ლიმიტები მაინც აქვს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს და გამოუწვევია, ამის მიუხედავად, როგორც ძალას, ასევე სამართალს აქვს თავისი ლიმიტები. და ალბათ თემას რო დაუბრუნდეთ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ კი დღეს ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ კანონს იმისთვის, რომ არარსებული ლეგიტიმაცია შესძინონ მათ ქმედებებს, იმიტომ რომ სხვა გვარად ისინი ვეღარ მოიპოვებენ, ვეღარ განაახლებენ საკუთარ ლეგიტიმაციას, მაგრამ მთელ ამ სტრატეგიაში არის ერთი დიდი, ასე ვთქვათ, დაშვება, რომ კანონს და სამართალს იქამდე შეუძლია მოგცეს ლეგიტიმაცია, სანამ რაღაცა ტიპის ავტორიტეტს ჯერ კიდევ წარმოადგენს, ხო? შენ შეიძლება სამართალი, მართლმსაჯულება გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის და სრულიად პოლიტიზირებულად, თუმცა სადღაც აუცილებლად ეს ლიმიტი ამოიწურება, იმიტომ რომ უბრალოდ აი ეს ბუნება, ხო, რაღაცა ცოტა ესეთი პატივისცემის კანონის მიმართ, ერთგულების აღიარების, ხო, ინსტიტუტების აღიარების, სადღაც სრულდება, როდესაც სრულად შიშულდება მიზნები, ხო? და სრულად ტოლობის ნიშანი ისმევა კანონს და, რა ვიცი, სახელმწიფოს და კობახიძეს შორის, ან კანონს და სასამართლოს და ქართულ ოცნებას შორის. მე არ მგონია, რომ არ არის საკმარისი უკვე ამ ტოლობის ნიშნის დასასმელად, მაგრამ ნუ ვიღაცაებისთვის არის, ვიღაცაებისთვის არ არის. ფაქტი არის ის, რომ უსაზღვრო არ არის კანონის რესურსი მოგცეს ლეგიტიმაცია იმ პირობებში, როცა სხვა არაფერი აღარ გაგაჩნია ამ ლეგიტიმაციისთვის, ხო? ამიტომ არ ვიცი ხა ეს საიმედოა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენთვისაც საფიქრელია ალბათ, როდის და რა ფორმით შეიძლება პრინციპში დასრულდეს
აი ამ სამართლის ენის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და როდის ამოწურავს პრინციპში ეს სტრატეგია თავის თავს. მე მაინც გონია რომ თავარი მიზანი ხა ყველამ კარგად იცის რომ ეს უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება. თავარი მიზანი არის ის რომ რაღაც მომენტში როცა ეს მოხდება უბრალოდ განადგურებული იყოს მთელი სოციალური ქსოვილი. ხო, არავინ აღარ იყოს აი ის ვინც გიორგიმ თქვა რომ ვისაც წინააღმდეგობის გაწევის რესურსი და შნო ექნება და ენერგია. ამიტომ რაღაცა დროის მოგებას მაგონებს მე პირადად. აი ხა რაღაცნაირად აი ეს დრო უნდა მოვიგოთ იმისთვის რომ გავანადგუროთ ყველა შესაძლო ჩანასახი წინააღმდეგობის და დარჩენი ნაწილი საზოგადოების დავაშინოთ. ხო, და მე უკვე დარჩება აღარც კანონის გამსახელის გამოყენება აღარ იქნება საჭირო და უკვე იქნება აი მართლა შიშველი პირდაპირი ძალადობა, რომელსაც კანონთან არაფერი შეხება აღარ ექნება, ხო? ალბათ ახლა დასასრულისკენ რახან მივდივართ, ბევრი ვაკრიტიკეთ კანონის უზენაესობის ცნებაც და ცხადია ახლა არა მარტო ავტორიტარულ სისტემაში, სხვა ტიპის პოლიტიკურ ფორმაციაშიც ზოგადად კანონის უზენაესობის მიმართ ბევრი შეიძლება გქონდეს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ზოგადად სამართალი ყველაფერს ვერ ხედავს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, ხო, ძალიან ბევრი ტიპის უსამართლობა კანონისთვის უხილავი რჩება, ძალიან ბევრი ჩაგრული ჯგუფი კანონისთვის უხილავი რჩება და პრინციპში მაინც სამართალი ეს პროცესია, ხო, ყოველთვის ვერ ახერხებს იყოს ის რაც უნდა იყოს და იყოს ყველასთვის, ვისთვისაც უნდა იყოს და ამიტომაც რა თქმა უნდა აირეკლავს პრინციპში ძალაუფლებას და ძალაუფლებრივ სისტემას, ხო, კანონი. ჩვენ მოძრაობაშიც ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე რა ტიპის სამართლის პოლიტიკა გვინდა რომ გქონდეს, როგორ შევცვალოთ აი ეს დასჯის და რეპრესიის პოლიტიკა, რაზეც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრინციპში ყველა რეჟიმი იდგა და მათი პოლიტიკური უსაფრთხოება მთლიანად იდგა პოლიტიზირებულ სამართალზე და მართლმსაჯულებაზე და დასჯის პოლიტიკაზე, ხო? იმიტომ რომ როდესაც ვერ აწარმოებ ვერაფერს, ვერ ქმნი რაღაც სოციალურ სამართლიანობას, ეკონომიკურ სამართლიანობას, გარემოსდაცვით სამართლიანობას და ამდენი რაღაცა უკმაყოფილო ადამიანი ყავს საზოგადოებაში, ერთადერთი რაც შეგიძლია შესთავაზო ამ საზოგადოებას არის რეპრესია, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ყოველ შემთხვევაში სამართლის ტრანსფორმაციულ ბუნებაზე, რომელიც არა მარტო ფორმალურად მოაწესრიგებს ჩვენსთან არსებობას, რეალურად მისცემს ყველას საშუალებას, რომ იყოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე. და არ უწევდეს, რა ვიცი, არჩევანის გაკეთება, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე იყოს თუ საჭმელი მიიტანოს სახლში, იმიტომ რომ დღეს ეს ერთმანეთს გამორიცხავს, ხო? ან უნდა ოჯახი გადაარჩინო და საჭმლის ფული უნდა გქონდეს, ან პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო და ასე შემდეგ, ხო? უამრავი წინააღმდეგობა, რომელსაც აი სამართლის ასეთი სისტემა ქმნის. რაში შეიძლება, პრინციპში აი ჩვენ რა შეიძლება გქონდეს სათქმელი იმ ხალხისთვის, რაც აინტერესებს ჩვენი ხედვა სამართლის და კანონის მიმართ, რა ბუნების, რა ტიპის სამართალი გვინდა რომ ვნახოთ ამ ქვეყანაში. ხო, ერთი ალბათ რაც ახსენე შენ სოფო და ალბათ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მაგის ხაზგასმა, რომ კანონი და სამართლებრივი ჩარჩო რაღაც როგორ თქვა კონკრეტულ მოცემულობას ვერ ქმნის, ან ყარის სტატიკურ მდგომარეობას არ ქმნის, ხო? კანონზე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ უფრო იმის მიხედვით, საით რა მიმართულებას აძლევს ამათობის საზოგადოებას, რა მიზნებს ისახავს, ხო? რას ისახავს მიზნად ესა თუ ის სამართლებრივი ჩარჩო. თუ კი მართლა აქამდე ჩვენ ყოველთვის და ეს არ არის მარტო ქართული ოცნების პირობებში, ხო, მუდმივად ხდება წარმოება გამარჯვებულის და დამარცხებულის მუდმივად, ხო, სამართლებრივი კონფლიქტებში ან მუდმივად იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ახალ დამნაშავეებს აჩენს და ახალ დასჯის საჭიროებას ყოველთვის აჩენს, ხო, რომ სახელმწიფოს ეს რეპრესიული აპარატი იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, ხო? ეს მათ შორის ამ კანონების, როგორ თქვა, რაობაზეც მეტყველებს, ხო, ამგვარი რეალობა, ხო? ესე იგი, კანონებიც ამგვარ რეალობას ახალისებს ესეთი კანონები. ამიტომაც ჩვენი პერსპექტივიდან ხო უფრო მნიშვნელოვანია მათ შორის ეგ ტრანსფორმაციული ცვლილებაც, ხო, რომ კანონები მიზნად უნდა ისახავდეს, მე საერთოდ არ ვხედავ პრობლემას, რომ კანონები მიზნად ისახავდნენ უტოპიურ მიზნებს, ხო? ანუ თუნდაც ის რომ ეს ვერასდროს შეიძლება ვერ იყოს ესე შესახებად მიღწეული, მაგრამ ის რომ მიზანი ასეთი ჰქონდეს კანონს, ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუ ის მიზანი კეთილშობილური არის, ხო? ამ თვალსაზრისით თუნდაც ის რომ მართლა კონფლიქტები რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო, და იგივე დამნაშავებასთან დაკავშირებული საკითხები იყოს კანონი მოწოდებული იქითკენ, რომ
არ იყოს მუდმივად დასჯის საჭიროებაზე აქცენტი, მუდმივად სადამსჯელო, სამაგალითოდ მკაცრი სასჯელის გამოყენება თუ იგივე თუ რაღაც სამოქალაქო ქონებრივ დავებში მუდმივად ესეთი კონფლიქტები, ხო, როცა რაღაც მდიდარსა და ღარიბს შორის ყოველთვის პირველი იმარჯვებს და ასე შემდეგ, ხო? ამგვარ მიზნებს, ამგვარ ტრანსფორმაციულ მიზანს თუ კი დაისახავს კანონი, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მათ შორის უფრო მეტი აქცენტი, რაც ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოს ყოველთვის აკლა და მე ეს უკვე ინერციით გადაეცემა მოსამართლეებსაც, რომ საკუთარ თავს სასამართლო უკიდურესად საკუთარ პასუხისმგებლობას უკიდურესად ვიწროდ ხედავს, უკიდურესად, როგორ თქვა, მხოლოდ ფორმალურ დამდასტურებლად რაღაც საკითხის, ხო? მაშინ ხო რა და მათ შორის ეს გაგებაც უნდა შეიცვალოს კანონის, რომ კანონს აქვს პოტენციალი უფრო პროგრესული შინაარსი მიანიჭონ მოსამართლეებმა თუ იმ ხალხმა, ვინც იყენებს ამას, ხო? და ეს ორმხრივი პროცესი ერთთან კანონებიც უნდა იყოს ამგვარი შინაარსის და მეორეს რომ ვინც იყენებს ამ კანონებს ყოველდღიურ პრაქტიკაში, ხო? ამ პროფესიებმაც დაიჯერონ უფრო მეტად, რომ ხო, ანუ მხოლოდ დღეს ახლა მოცემული ტექსტის ძალიან ვიწრო წაკითხვა არ არის რეალურად კანონის გამოყენება, ხო? მისთვის აქ და ახლა ყველაზე პროგრესული სამართლიანი შინაარსის მინიჭებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არის ალბათ ყველაზე სწორი და აქ არის მნიშვნელოვანი კანონის ამ მიზნების სწორად წაკითხვა და პრაქტიკაში განმარტება. როცა ეს ეპიდემია დამთავრდება, რაც დღეს ქვეყანას აქვს შეყრილი და გარდაუვალია ყველა ეპიდემია მთავრდება, მაშინ გარდაუვალი თუ არ არის, მაშინ ქვეყანა განადგურდება და წაიშლება, ალბათ ეგეც უნდათ მათ, მაგრამ ალბათ ხელახლა უნდა მოხდეს საერთოდ კანონის და სამართლიანობის იდეის დაფუძნება, იმიტომ რომ მოცემული კანონები, ახლა იგივე ვთქვათ, სამართლის სფეროს წარმომადგენლებს რო უყურებთ, იქნებიან კანონმდებლები, იურისტები, პროკურორები, მოსამართლეები, ანუ კანონებმა ისინი იმ დონეზე გარყვნა, იმ დონეზე დააკარგვინა ზნეობა, სინდისი, ნამუსი, კეთილშობილება, ადამიანურობა, ისინი იქცნენ რაღაცა მანქანებად, რომლებიც დააპროგრამეს, აი ღილაკს დააჭერენ და ყველანაირ ბოროტებას ჩადიან. და მათ აღქმის უნარიც კი აღარ აქვთ. აი ხა ვიღაც ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც მოითხოვდა დამძიმებას ზიამაღლობლისთვის, ხო? ანუ ის ადამიანი უკვე მე ვეღარ ვიტყვი ის ადამიანი, ეს არის რაღაცა მანქანა, სადამსჯელო მანქანა, რომელმაც დაკარგა ზნეობა, დაკარგა მორალი, დაკარგა ჰუმანურობის განცდა, ყველა ადამიანური თვისება, სიყვარული დაკარგა. ის არის რაღაცა მართლა საშინელება, ეს კომპიუტერული ვირუსი, რომელიც მოდის და წამლავს ყველაფერს. ამიტომ აი ნაცისტური გერმანიის ჩვენ ნიურნბერგის პროცესს ვლაპარაკობთ, მეორე ნიურნბერგის პროცესი იყო ყველაზე არანაკლები მნიშვნელობის. პირველი იყო ხელმძღვანელობის გასამართლება, მეორე იყო მოსამართლეების გასამართლება. ეს ორეტაპოვანი. იურიდიული სისტემა გასამართლდა და გამოცხადდა ადამიანობის წინაშე დამნაშავედ. და თუ ეს არ მოხდა, ჯერ გარდაუვალი მგონია, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეს ქვეყანა იქნება, აი რა ვიცი, აი რაღაცა ამორალური ნაძირლების ხროვა. ანუ ყველანაირი ზნეობრივი ელემენტი, ყველანაირი ადამიანურობა იქნება გამქრალი. ამიტომ რა ვიცი, იურისტებს ექნებათ, ვინც არ გაითხვარა ამ სიბინძურეში, თავარი ამოცანა ალბათ, რომ ხელახლა დააფუძნონ, ხელახლა გამოიგონონ სამართლიანობა, ხელახლა გააგებინონ ამ ადამიანებს ქვეყანას და მას დაუბრუნდეს, სამართლას დაუბრუნდეს. ის კი არა, რომ ვიღაცა ჯალათი მოდის, რომ თავი მომაჭრას და ამისთვის იქნება კანონები, არამედ კანონებს თავისი დანიშნულება აქვთ და საჭიროება აქვთ, რომ სწორედ ჰარმონიული თანაარსებობის განსაზღვრა შეუძლიათ. ხო, პრინციპში შეგვიძლია ამით დავასრულოთ. 28 ნოემბერს ერთი წელი სრულდება, რაც საშინელ სისასტიკეებს ვუყურეთ თბილისის ქუჩებში, სამართლის და კანონის სახელით და დღეს ვეცადეთ გველაპარაკა იმაზე, რამხელა ტრაგედია ერთის მხრივ საზოგადოებისთვის, როდესაც მორალი, ეთიკა, ზნეობა ასეთი დისტანცირებულია კანონისგან და სამართლისგან და მეორე მხრივ პოლიტიკურად რამდენ პრობლემას წარმოშობს კანონის სახელით ავტორიტარიზმის დაფუძნება საქართველოში და პრინციპში მე მგონი სამივე იმ აზრზე ვართ, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სამართლის სისტემა, რომელიც ჩაგვრას კი არ დააკანონებს, პირიქით მისცემს საზოგადოებას საშუალებას
თანასწორ ჰარმონიულ გარემოში განვითარდეს, თანაცხოვრება იყოს შესაძლებელი, იმიტომ რომ დღეს რასაც ქართული ოცნება ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულს, რასაც ჩადის ამ ქვეყნის წინაშე, არის ის, რომ საზოგადოების ჰარმონიული, მშვიდობიანი თანაარსებობა, თანაცხოვრება ხდება ნელ-ნელა შეუძლებელი და ამის შეჩერება შეგვიძლია მხოლოდ სოლიდარობით და მხოლოდ სამართლიანობაზე საუბრით. არა კანონიერებაზე, რომელიც დაცლილია სამართლიანობისგან, არამედ სამართლიანობის მოთხოვნით და ამაზე საუბრით. დიდი მადლობა, ვინც გვიყურებდით. დროებით.